დიდი სიახლეც მაქვს, რასაც ძალიან მალე გავაშერებ. პარალელურად კიდევ ერთ სიახლეს გეტყვი, რომ დეკემბრის ბოლო ივენტზე მონაწილეობას მივიღებ და ჭუბი მექნება. ეს ისეთი რაღაცა თქვა, რომ ამას რო არ შევეხოთ, არ შეიძლება რა. ბოლომდე გჯერა შენი ძმაო და წინ დეკემბერში ვიცი რომ პადიც გაიცანი ერთხელ ხო მგონი? Best country Georgia! Let's go! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი სართანია, რომეო 50 ცენტერაძე პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Fight Hop-ით დაბრუნდა Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე, ეპიზოდ 229. რომი, ძალიან მაგარი საქმე გააკეთე 4 წლის შემდეგ დაგვიბრუნდა მაგარი კაცი ძმაო. შენ არ დაბრუნებულა ველოდებით. მე რა გავაკეთე, გიგას რო არ თქვა თანხმობა. ნუ ჩვენც ისევე გვაინტერესებს, ხო, გიგასთან საუბარი, ილიასთან საუბარი, მერაბთან საუბარი, როგორც ფანებს, ასე რომ პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს კითხვების დასვა მინდა, გასაუბრება მინდა. ბიჭო, მე მეგონა რომ ჩემპიონში ისე გიყვარვარ რა, როგორც ძმა და შენი პარტნიორი, რომ აი რახან გინდა რომ ღიმილი ნახო ჩემს სახეზე, მაგიტო გააკეთე, გაიგე. არა და სინამდვილეში ზუსტად ვიცი რომ ეგრე არის. სინამდვილეში ზუსტად ვიცი რომ ეგრე არის რა. ეხლა you can deny it და გინდიყავი macho man თუ გინდა, არა ვიცი ძმაო, რომ აი სიბედნიერეს რო ჩუქნი შენ ძმას ძმაო მაგაზე კარგი გზნობა არა. სიმართლე გითხრა, ვინმე ისეთ გიგას კალიბრისას რო დაუბუქავ ხოლმე, პირველი შემახსენდები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აი ახლა გიგო ხოვაზე ხო როგორ გაუხარდება თქო რა. მაგრამ ამასობაში გიგას მოვიდა. That giga kick. Coming straight to your calf, that giga kick. No, you can't get enough. Ninja. Machine იყავი ძმაო 8 fight winning streak, brother. და დღესაც ხარ ერთ-ერთი ყველაზე საშიში სასტიკი მებრძოლი დივიზიონში და მსოფლიოში ძმაო და 4 წელი გავიდა ეხავ საუბრობდით რა სანამ შემოხვიდოდი აზე ხარ 4 წელი გავიდა და 4 წლის წინ დილის 4 საათზე ვიყავი ჩაწერაზე ჩინეთში რა და დღეს ახლა არის ჩემთან 5 საათი მაშინ მქონდა თმა ბოლოს გიგას მე თმა მქონდა მე მგონი შენ თმა მქონდა შენ მახსოვს ხო და დავი დიდი მადლობა ძმაო პირველ რიგში გიგა და გამონახეთ რომ არ არის თქვენთან ვალში ვიყავი ვიცი რომ კაი ხანია ვცდილობდით და ხან რა და როგორ და რაღაცა ვალში არია რომ ერთად აზარი არა ჯიგარი ხარ დიდი მადლობა ძალიან რომ წარმოიდგინე ახლა რამდენი ადამიანს გაუხარდება ამ ინტერვიუს ნახვა მე ვიცი რომ ძალიან ბევრს რა პირველ რიგში როგორ ახარ როგორ გძნობ თავს კარგად ყველაფერი კარგად დიდი ხანი მქონდა რეაბილიტაციის ამბები მაგრამ თავარია რომ დარბაზიდან არ გავსულვარ რასაც რაც შეიძლება და ყველაფერი ამეკეთებინა ვაკეთებდი იქ recovery რაც გამაჯანსაღებელ ცენტრები ფიზიოთერაპიები დარბაზი და ოჯახი რაც მქონდა გიგა ძმაო პირველ რიგში მინდა მოვიკითხო თლიანი შენი ოჯახი შენი ორი შვილი რა თქმა უნდა და ვიცი რომ ეხა იყო ჰალოვინი და რახან ბავშვები ყავს მაინტერესებს იყო თუ არა რაღაც ჰალოვინის აუთფიტები კოსტუმების ჩაცმა კი როგორ არა ნუ ჩემგან და მეუღლისგან დიდად არა მაგრამ ნუ ბავშვები რა თქმა უნდა მაქსი იყო shark ზვიგენი მარტო შარკი ყავი თუ კიდე სხვა კოსტუმიც ჯეჯების მარტო ზვიგენი მაქსი რამდენი წლისაა ხა? მაქსი არის 9 ჩემი პირველი 9 მოშენ 16 წლის გოგო ყავს? კი 16 წლის გოგო ჩემი ბიჭის 9 წლის არის და ეხა შემეძინა 3 კვირის წინ მატილდა გოგო რა
ვარ, ამაგარი გილოცო. ერთი ამაგარი თვისაც არ სახელი. არის გვალდევანი, მადლობა. გამოიდგინეთ. დატოვე და მოდიოდი წამ. რამაიკა გაცვიოთ ჩვენც. რაიმე შევს ფორმუნცენ გოგოს მაქსი. კვარა შოუ, მაქს. როგორ ახარ? არის მისარა მას. ნაუშნიკი ალბერგის. კაი, მიდგაიც. გიგა რამე შევს ხوار მომცემდი გოგოს აღზრდაში რა, იმიტომ რომ ჩემი ახლა იწება რა და. მე მგონი შეცითონ გაართონ თავი, მაგრამ ბოს შეგიცვლის ცხოვრებას ვაფშე ამოგიტრიალებს. სახელან არ გავდივარ ვაფშე, მოუწევ და რომ ხელში მიჭირავს რა, ძალიან მაგარი. როზ მაგარი მეგობარი გეყოლი. So listen, ვიცი რომ ნინძა ხარ, ოღონდ ნინძა ხარ არა ჰალოუინზე რა, 24 საათი 24/7 ნამდვილი პროფესია ნინძა რა. და ანუ აი ნინძა რა კოსტუმით იჩითება ხოლმე ჰალოუინზე თუ როდესმე ქონია ეგეთი ჩაცმა რა და მე მაქვს ეს ვიცი რომ მოგეწონება უეჭველი. ვა, მაგარია. ცა მაგარია, კი. Mortal Kombat, baby. ვიყავი, არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრა, არ მახსენდება ამას. იმ დღეს ვნახე, აი, მაშინ იმ დღეს ვნახე ისა რა ქვია, Randy Couture. Randy Couture იყო ჩაცმული იმათ. ჩაკლიდელად რა, ერთ ჰალოუინზე. აი, მას ვნახე. ჩაკლიდელად. და შენი აზრით რომელი UFC fighter იქნება კაი ვარიანტი რა, ჰალოუინისთვის? ჩემთვის? არ ვიცი, ჩემთვის არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ Max Holloway ძალიან ბევრ დრესებს აკეთებს ჰალოუინებზე თავის მთელი ოჯახით და fan picture-ები აქვს, კაი სურათებს დებენ ხოლმე. ძირითადად ესე ამერიკელები ჰალოუინისთვის ყოველთვის მზად არიან ყოველთვის ფორმაში. მოდი გადავიდეთ, ანუ შენი ბოლო გამოსვლა იყო აპრილში, თუ არ ვცდები, ონამასთან, ონამას დღესდღეობით აქვს. კაკრას დღეს აქვს თავარი და თავარი ბრძოლა არის რა. და მის მერე ვიცით რომ იმახსენა კამპი შეიცვალე, რა თქმა უნდა პირველი კამპი იყო თუ არ ვცდები, ახალ ანუ ონამას ბრძოლაში იყო პირველი კამპი, ახალ კამპი რა შენი ხო? აი ეს მუსიკა რო ჩაწერე, მე უნდა გადავაკეთოთ შაუტაუტზე. გიო ნახდათ იმსახურებს მაგას, იმიტომ რომ წლები 10 წლის წინ დაიწყო ალბათ გიომ კლიპებიც ბევრისთვისა გაკეთებული ძალიან მაგარი, კაი ვიდეოებს აკეთებს ძალიან რა. არა, ეხლა ვნახეთ, კაი ხარისხით. არ ვიცი ადრე თუ მქონდა ნანახი, არა მგონია, იმიტომ რომ დამახსოვდა. I remember bro, I think you shared it bro. მაშინ არ იყო ისეთი ხარისხით ვერ გადავაშიერე ალბათ, თორე დამახსოვდებოდი. მოდი რომ მინდა რომ მეც გამოვიყენო ეგ ვიდეო მე. Cool bro. I'm happy bro. I wrote the lyrics myself and recorded it myself. ძალიან chill და ძალიან cool. ეგ ორიგინალი ტრეკი იცი რომელი არის ეგა Big Panis არის რა. Big Panis არის, ქვია That Shit. მე ხო გავაკეთე That Giga Kick რა, მაგრამ ის იძახის That Shit. Smoking weed with my mom. შედა რაღაცა რა და ეხა ამას ამოჭრი, იმიტომ რომ მე გიგა ჭიკაძე კი არა ვარ, რომ N ბომბები დავაკეთო, Rampage Jackson. We don't say that word around here. Yeah. ხო, არა, მე მაინტერესებდა ახალი კემპი, ახალი დარბაზის შესახებ, რამდენი შეგიძლია რომ გითხრა, რა შეგიძლია რომ გითხრა, რამდენად შეგიძლია რომ შეგვიყვანო, გაგვაცნო სიტუაცია, რატო გამოიცვალე, ან თუ არ გინდა მაგას საუბარი, ეგეც არის პრობლემა, ახალი კემპი სად არის, ვისთან არის, როგორ არის და ასე შემდეგ რა. ნუ რაღაც დეტალებში რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ გაგეხსნებით ხა. რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ ბოლო დროს ესეთ სიტუაცია იყო დარბაზში, რომ თვითონ თავარი მწვრთნელი დაკავებული იყო და ეგეც მესმის, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ კარიერაში. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა და ნამდვილად არ შეგვინარჩუნდა. მაგრამ ზოგადად დიდ პატივს ვცემ და მინდა რომ რავი ყველაფერში წარმატებას უსურვებ, ცოტა თავისი როგორი რამე დაემართა, იცი? აისონის მწვრთნელი გახდა, ოღონდ უფრო მეტად ლაპების დამჭერი და
საკმაოდ ნაკლები დრო გამოუჩნდა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩემ წვრთნელს ეჯეროს ჩემი, ფიქრობდეს იმას, რომ მე გავხდები მსოფლიო ჩემპიონი, მე თუ კი ეს მინდა და ამისთვის მე ყველაფერს ვაკეთებ. და რაღაც ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ერთ-ერთი ძალიან ბევრი ბრძოლის დროს არ იყო სრულფასოვნად, რასაც ყოველთვის მალავდი, არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრი მებრძოლი. მახსოვს, როდესაც მებრძოლებმა სატიტულო ჩხუბებიც მიიღეს, ოღონდ რა თქმა უნდა, გულისხმობ არა ბრაზილიელ მებრძოლებს, რადგან ბრაზილიელების მიმართ ძალიან სხვანაირად იყო განწყობილი. მიკერძოებას ჰქონდა ადგილი? შეიძლება დროის უკანლობა იყო, არ ვიცი, არ მესმის რაღაცეების, რადგან როდესაც გადავწყვიტე, რომ იყო თავარი მწვრთნელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ჩემი აზრით 100%-ით ჩართული უნდა იყო, 100 კი არა, 1000%-ით. და არაფერი, ჩვენი გზები გაიყო, მან თავისი მომავალი პოვა ტაისონში, სადაც საკმაოდ კარგად გრძნობს თავს, უხარი ამას, რომ მისი მწვრთნელად ითვლება. და ამ დროს ძალიან ბევრი მებრძოლი, ვინც იყო საკმაოდ წარმატებულები, გამოეცალა ხელიდან, ოღონდ ალბათ თვითონ უფრო გამოიცალა ხელიდან, რადგან მახსოვს, როდესაც ჩემ გუნდელებს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები ჰქონდათ, იქ არ იყო სრულფასოვნად ჩართული, ჩემი მაგალითიც რომ გითხრათ, ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როდესაც 2022 წელს ერთ-ერთი main event ბრძოლა მქონდა, ერთი თვის მანძილზე ჩემს გვერდზე არ იყო დასასვენებლად წასული და ერთი დღით ადრე დაბრუნდა ბრძოლამდე, ისიც საღამოს, ფაქტურად შეხება არ მქონია და ფიქრობდა და ცდილობდა, რომ FaceTime-ებით, WhatsApp-ის ვიდეოებით განეხორციელებილა ვარჯიში ჩვენთვის და ასევე სხვა top rated მებრძოლებისთვის და ძალიან სასაცილო არის უბრალოდ ჩვენ ჩამოსული მებრძოლები ვიყავით ყველა იმ დროს, ვინც უკვე აქ ცხოვრობდით, ძალიან რთული იყო რაღაც შვილებების განხორციელება, რადგან ჩვენი გუნდი, უფრო მეტად ჩვენ ერთმანეთს ეს გუნდი იქნებოდა ერთმანეთით, ჩვენი თანაგუნდელების ერთმანეთში გვერდზე დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ unionis, ამ გაერთიანების დანგრევა არ გსურდა და მე უბრალოდ გამოგვეცალა ხელიდან მებრძოლებმა ზოგმა გადაწყვიტა, რომ სხვა მიმართულებით წასულიყო და დავჭით უკვე გუნდის და მწვრთნელების გარეშე და ფიქრობ, რომ ამ დრომდე მაინც ჩემი მწვრთნელი, რაც ამერიკაში ვარ, ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი ისე ალბათ მე ვიყავი ჩემი თავის და მოახერხე ძალიან მალე ის, რომ ის გუნდი და ის გაერთიანება, რაც ჰქონდა ჩვენ მოცინავე დარბაზში, უკვე სხვა ადგილას გავაგრძელებთ, დავიმატე სხვა მწვრთნელები, დავიმატე სხვა გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი გულით და სულით გვერდზე მიდგანან, საკმაოდ გაიზარდა რიცხვი ამ მებრძოლების, ვინც გვერდში მიდგანან და ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი ერთ-ერთი მეტოქე კაპ სვონსონი, რომელიც უკვე ასაკით ბევრად დიდია, კარიერაში ძალიან გვერდზე მიდგას, მის კარიერულ ცვლილებებს და განვითარებებსაც მიზიარებს და მას ძალიან ბევრი ჩემი წონის მებრძოლი ყავს მის გუნდში. ამ გუნდის გარდა კიდევ არის ერთი ტაილერ რამბლს, რომელსაც აქვს თავისი ჯიმი Classic MMA, საკმაოდ ცნობილი და ძალიან სასაცილოა ის, რომ ისიც ჩემ ყოფილ მწვრთნელთან ირიცხებოდა დაახლოებით 7-8 წლის მანძილზე და როდესაც მე ჩამოვედი დაახლოებით მაგ დროიდან უკვე მან თავისი დარბაზი გახსნა, მასაც ძალიან დიდი წარმატებები აქვს კარიერაში, როგორც მწვრთნელი. ისიც ერთ-ერთი ჩემი მწვრთნელია, ყავს ასევე ბენეილი თავისი გუნდით. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვერდზე მიდგას და ამოდენიმე ლოკალური დარბაზი არის, იგივე ჯექსონ და სანტოს სტუდიომ გახსნა 3 პატარა დარბაზი, რომლებსაც ყავთ ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერი ჯიუ-ჯიტსუს დამაარსებელი ლიო ვიერა ჩეკმად ჯიუ-ჯიტსუს გვერდზე მიდგას თავისი გუნდით, ასევე არის ბოქსის მწვრთნელი, რომლის სანახავადაც მე დაახლოებით საათნახევარი დავდიოდი ჰოლივუდამდე, რომ მივსულიყავი და მე საათნახევარი უკან და უკვე გადმოიყვანა ეს ადამიანი და აქ ცხოვრობს ძალიან ახლოს და ყოველდღე აქტიურად მასთანაც ვარჯიშობ. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, ოღონდ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ მწვრთნელების ერთად გაერთიანება ესე არ ხდება ერთ დარბაზში. თუმცა ამას ადრეც ვახერხებდი და უფრო დიდი სიახლეც მაქვს, რასაც ძალიან მალე გავაჟღერებ. მაგარია. რანკაი და წარმატე. უცებ მინდა კითხო, შენ ზოგადად დიდ დარბაზში უფრო გირჩევნია ხოლმე ვარჯიში, სადაც აი ბლოკბასტერია, ბევრი მებრძოლები არიან, თქვა ბევრი ვარსკვლავები, თუ პატარა დარბაზში, სადაც უფრო მეტი ყურადღება face to face მეტი გაქვს FaceTime ტრენერთან და ესე შემდეგ, რომელი უფრო სად უფრო კომფორტულად ხარ შენ? იცი არის, მე მიყვარს, როდესაც ახალგაზრდა მებრძოლებიც არიან და უკვე პიონერებიც. რადგან ახალგაზრდა მებრძოლებს ის ცეცხლი მოაქვთ, რომ შენთან ყოველთვის გამოწვევის სურვილი აქვთ, უნდათ რომ თავი დაემტკიცონ, უნდათ რომ რაღაც ახალი აჩვენოს ხალხს და ეგ უფრო ფაქტიურად მე არც დღეს არ ვარ ახალი მებრძოლი, არც 5 წლის წინ და არც 10 წლის წინ არ ყოფილი, რადგან ამაში ვარ გაზრდილი და მახსოვს ჩემი ცვლილებები ჰოლანდიაში, ჰოლანდიამდე და უკვე ამერიკაშიც და ეს ახალი თაობის ცეცხლი, რაც არის ჟინი, სურვილი, კარგ გრძნობებს გახსენებ შენ თავშიც რა, მოტივაცია უფრო სხვანაირია. ამავდროულად, აი მაგალითად კაპსონსონის ჯიმში ძალიან სხვაგვარი სახე არის. მიხვალ დარბაზში ყველა ძალიან მსუბუქად ვარჯიშობს, მე ბევრად ნაკლებ ტრავმებს იღებ. მიხვალ ბენეილთან ახალი ცეცხლი ბავშვები მოდიან, არის კიდევ ეს კლასიკ MMA, რაც გითხარით, საკმაოდ ძლიერი და ბევრი ტრავმები ხდება, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ, როდესაც სპორი, როდესაც სპორტული შეკრებას ვაკეთებ ჩემი ბრძოლისთვის მზადებას ვიწყებ, გამოვყო რამოდენიმე მებრძოლი, რომელსაც გამოვიყენებ. ძალიან ხშირად არის, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ტრავმები, ეგ არავინ არ უნდა თქვას, რომ რაღაც პატარა ტრავმები არასდროს არ აწუხებს, ყოველთვის არის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვახმაურებთ და როდესაც უკვე შენ შეგილია შენ სპარინგ პარტნიორს ენდო და მასთან ივარჯიშო ისე რომ უფრო safe, უფრო უსაფრთხოდ იყო, უფრო კარგადაც ახერხებ მზადებას და არა საჭირო ტრავმებისგან უკვე თავს იზღვევ რა. ასე რომ ყოველთვის ყავდა მე აქამდეც ვფიქრობდი, აი მაგალითად ძველ დარბაზში სადაც ვიყავი, იქაც ხშირად იყო თუ ეჩხუბებოდი ვინმე ბოქსიორს, ან კარგი ბოქსი ქონოდა, მივდიოდი ბოქსის დარბაზში მე თვითონ ჩამომყავდა ტიპები და უთანხმდებოდი მე თვითონ, რომელიც ჩემი თავი მწვრთნელი არასდროს ამის კავშირში არ იყო, უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ თუ შემიძლია დარბაზი გამოვიყენო, შევუთანხმდებოდი და მე უკვე მომყავდა ჩემი სპარინგ პარტნიორი, ვისთანაც მართავდი რაუნდს. ასევე იყო ჭიდაობის მწვრთნელებზეც, ასევე იყო ჯიუ-ჯიტსუსიც. ასე რომ იგივე რაღაც ვაკეთებ უბრალოდ სხვა ტერიტორიაზე და მემზადები კიდევ საკმაოდ დიდი პროექტი მაქვს. ძალიან მალე ამერიკაში უკვე ეხილავთ MMA-ს სრულფასოვან დარბაზს, ქართული ინფლუენსით, ასე რომ ძალიან მაგარია და აუცილებლად გესტუმრები, აუცილებლად ვივარჯიშებ შენ დარბაზში. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. კიო. მე იმდენი კითხვა მაქვს, ეს ისეთი რაღაცა თქვა, რომ ამას რო არ შევეხოთ, არ შეიძლება რა. მე სხვა რაღაც უნდა მეკითხა, მაგრამ ეს ისეთი რაღაც ენაუსი და ბომბა დავარდა და აუ გიგა, გილოცავ ძმაო, ძალიან მაგარი საქმე გაგიკეთებია რა. მაინტერესებს რა თქმა უნდა. კალიფორნიაში იქნება? კი, ძალიან ახლოს, ერთ-ერთი საკმაოდ კარგი ადგილას, ნიუპორტ ბიჩზე. საკმაოდ დიდი დარბაზი. ძალიან მალე ხდება, სიმართლე გითხრა, დაახლოებით ერთ თვეში მინდა
რომ უკვე გაიხსნას, პარალელურად კიდევ ერთი ახლოს გეტყვი რომ დეკემბრის ბოლო ივენტზე მონაწილეობას მივიღებ და ჩხუბი მექნება. ასე რომ ძალიან დატვირთული დეკემბერი მექნება და არ ვიცი რამდენად დეკემბრის ჩხუბამდე გავიხსნებით თუ იანვრიდან მომავალ წელს. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ერთმანეთს ხელს უწყობს. იქნება შენი შექმნილი მუსიკა ალბათ ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იქნება ამ ბრძოლის, ამ დარბაზის. რადგანაც სახელიც იქნება გიგაკიკი. იქნება ჩემი ბექგრაუნდი, როგორც იცით, მე კარატედან მოვდივარ და საკმაოდ ცუდი სახელია კარატეს ამერიკაში. ძალიან ბევრი წლის მანძილზე, რადგან როგორც იცით, ხდებოდა კამრების დარიგება უკვე ძალიან იოლად, ძალიან ადვილად და ინტერესი ბავშვებში ძალიან მალე უკვე კვდებოდა, რადგან ნახულობდი შენ 9 წლის, 8 წლის შავკამრ მეორე მესამედან გოგოებს, რომელიც საკმაოდ უცოდინეები არიან თან ახლა ბავშვმა როგორ უნდა იცოდეს ამ ასაკში ამდენი რომ მას რამოდენიმე დაანი კონდეს, ძალიან ტრადიციულ კარატეს დაუბრუნდებით, let's make karate great again. ახალი დევიზებით შემოვალთ. კარატეს გარდა იქნება ჰოლანდიური კიკბოქსინგი, რაც საკმაოდ არ არის განვითარებული ამერიკაში და ამერიკული კიკბოქსინგიც უფრო point კიკბოქსინგისკენ იყო წასული და შემოვიდათ ჰოლანდიურ აგრესიულ სტილს ჰოლანდიელი მწვრთნელებით. და რა თქმა უნდა, გვეყოლება ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ბრაზილიელი მწვრთნელიც და დიდი გეგმები მაქვს რომ ქართული ჭიდაობა, რადგან არის ესეთი წარმატებული და საკმაოდ მებრძოლები დიდ სახელს უთქვამენ, გარდა იმისა, რომ მოჭიდავები თვითონ თავის საქმეს აკეთებენ თელ არენაზე, ძალიან მინდა რომ ქართველი მწვრთნელი ავდეს როგორც თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი დარბაზში და უკვე გაუთქვა სახელი მაქსიმალურად უკვე გათქმული აქვს, რა თქმა უნდა, განთქმული აქვს, მაგრამ უფრო მეტად ხალხს გავაცნო ქართული ჭიდაობის შესახებ. შეიძლება მე არ ვიყო კარგი representative და წარმომადგენელი ამის, თუმცა ვეცდები რომ სხვანაირად გაუთქვა სახელი. შენი და ხინჩიგას wrestling-ი მახსოვს ბიჩზე. ხინჩიგას და შენ ნამდვილად მაგარი იქნება. ჩხუბამდე მე მგონი. ძალიან მაგარი საქმე გააკეთე. ეხა არ მჯერა ისეთი ბომბები დააგდე რა მართლა. ძალიან მაგარი. მე ვიცოდი ეგენი ყველაფერი, მაგრამ ვემზადებოდი დიდ. არავის არ მისპონსორ. რომი ძალიან ჯერსკი ხარ ძმაო, მე რა ვქნა ეხა, მე არ ვიცოდი. ზატო მე რა ვქენი, იცი? დავინჩი კოდისავით ტელეფონი ესე შემოვატრიალე და ვიცოდი რომ დეკემბერში ქონდა ბრძოლა. კი, დეკემბერის ბალემოა. მაგაზე მინდა რომ კითხო რა თქმა უნდა სახელი და რაღაც ეგ შენზე იქნება ბაზარი არ არის, მაგრამ მე მახსოვს რომ ბოლოს ჯონ სილვა გამოიწვია რა ევენზე იყავი იქ ტელეფონით მისი სახელით და უბრალოდ მაინტერესებს იყო თუ არა ჯონ სილვა არ არის, ჯონ სილვა თვითონ მომწერა რომ მინდა იაირ როდრიგესთან ბრძოლაო, რაღაცა გადაკვეთები გქონდა social media-ზე ერთმანეთთან უკვე DM-ებში და არ ვიცი ხა რამდენად იაირ როდრიგეს მაგას მისცემენ, მაგრამ ჩემთვის არ მოუდგენელია რატომ უნდა მისცენ იაირ როდრიგესში. რეიტინგში მეათე მებრძოლი იყო, იჩხუბა წააგო, ძალიან რეალური იქნებოდა რომ ეს ბრძოლა დაგეგმილიყო, თუმცა მის ერთ-ერთ მეტოქესთან მექნება გადაკვეთა ასე. ყოფილ მეტოქესთან. ეგ ადული ჩინური ჯინსი ვამეღალება. არგენტინელი. Hold on guys, man. I'm not letting this go. I gotta see this shit. Hold on. Wait. What? I'll cut it out, bro.
to save me time, bro. არა, თუ გინდა როგორც გინდა, კევინ ვალეხოსი არის სახელი და გვარი, მაგას გეტყვი, არაფერი დასამალი არ არის. ვიცით ეგ ხო რა თქმა უნდა. კევინ ვალეხოს, მაინც რამოდენიმე ბრძოლა მოიგო UFC-ში Contender Series-დან მოდის. ასაკით პატარა მებრძოლი არის, თუმცა საკმაოდ კარგი მებრძოლი. დიდი თავით და დიდი ტანით. ვაა. როერ არცილებ ეგეთი. სხვათა შორის კაპსონსონი ახსენე შენ წეღან და ბევრისთვის ალბათ შენი ესეთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შტამბეშტავი ნომერი პირველი მოგება ალბათ ბარბოსასთან მოგება, რა თქმა უნდა ბარბოსა, მაგრამ ჩემთვის კაპსონსონი უფრო მაღლა დგას ბარბოსაზე და როგორც MMA მებრძოლი და ჩემთვის კაპსონსონთან მოგება შენი ყველაზე ესეთი ყველაზე მაგარი მოგება მე ყველაზე მეტად ხშირად ვუყურებ მაგ ჩხუბს, იმიტომ რომ კაპსონსონი ბოლოდ ვინც არ არის ჩახედული ღრმა და არ აქვს დარბაზებთან შეხება, არ იცის ხალხმა როგორი ნიჭიერი მებრძოლი იყო კაპსონსონი თავის დროს. ძალიან უნიჭიერესი. როდესაც ქართულ მედიაში შემოვიდა MMA UFC, ამ დროს უკვე ალბათ კაპსონსონის პრაიმი ნელა ჩადიოდა ქვემოთ. არა და მანამდე მას მოგებული აქვს ბევრი ისეთი მებრძოლებისთვის, თორსები ჩარლს ოლივეირა, დასტინ პორიე ანუ საკმაოდ მაგარი რეზუმე აქვს ძალიან. ალდო ხარაკი კამარზე WEC-ში ჩაკავსონს ეწერა სოფლიო ჩემპიონი ეწერა Z რო გამოჩნდა რა, ისეთი ნიჭიერი იყო და ისეთი მაგარი იყო ნახდათ რა. მე მგონი WEC-ის ანუ UFC-ის ყველაზე მსუბუქი წონა ადრე ქონდა 70 კილო 155 და მანამდე მამის შემდეგ უკვე WEC იღირა სხვა ორგანიზაცია და მე გახდა. ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ თავიდან მაგათ ყავდათ 155 ქონდათ BJ Penn როცა იყო და James Pulverdesi მე მოჭრეს ეგ წონით კატეგორია ვაფშე გააუქმეს WEC-ში განვითარდა 155-დან ქვემოთ და მე თლიანად თელი ლიგა იყიდეს ისე როგორც პრაიდი იყიდეს და ესე რა. მაგრამ არ შემილია არ შევეხო ხშირად უყურებ ხოლმე ბარბოსას ჩხუბებს, ბარბოსას ჩხუბს შენსას და მეც გუშინ უყურე კიდე. მართლა. მე ყველაზე მაგრად რაც მახსოვს მაგ ბრძოლიდან არის შენი სისწრაფე. ძალიან იშვიათად რომ აი MMA-ში ესეთი ძალიან მაგრად ძალიან სწრაფი იყავი მაგ ჩხუბში, აი ძალიან მაგარი ჩხუბი იყო რა და ის სივრცის შეკვეცა, გამოსვლა, შესვლა ყველაფერი იყო, აი თითქმის ფაქტიურად ხუთიანზე იყო და აი ეს ჩხუბი მაგით დამამახსოვრდა, აი სისწრაფით, აი სასწაული იყო, მაგრად ვიცი ამოვნე. გახსოვს ალბათ ვიდეოს გამოგიგზავნე, მაშინ დაღვანგრიე აკავრობა ისე გამარდა რა. და ძალიან მაგარი ჩხუბი იყო ძმაო და რა ვიცი, მე ძალიან დიდი მე ჩვენ ნამდვილ ფანებს ისეთებს, ვისაც მარტო კარგად როა ყველაფერი და კარგად რომ მიდის ყველაფერი, მაშინ რო არიან ფანები ეგეთი ხალხია, ვისაც მართლა ჩხუბები უყვარს, სპორტსმენებს აფასებენ, რა სირთულეებსაც გადიან და ყველაფერი, ბოლომდე გჯერა შენი ძმაო და წინ ტეკენში გვერდითოთ. ახალი წელი აღეღნიშნოს გამარჯვებით რა. ამენ. ხო, სადაძელოსავით იყო, ხო რა და Giga always you're one hit away from that, you know, one hit away from being back in the picture, like, you know what I mean? იმიტომ რომ ახსოვს რომ აი შენ 8 fight winning streak-ზე რო იყავი რა. აი მაგის მერე, აი მაგ პერიოდში სახელი ჯერ ერთი თვით დავიწყოთ რომ სანამ UFC-ში გადახვიდოდი შენ უკვე სახელი ქონდა, ხო? ამ სპორტში. მერე UFC-ში 8 fight winning streak ეს რამხელა რაღაცა არის, ხო? და ეხლაც ესე მგონია რომ ერთი მოგება და you're back in the conversation, bro. You're back in the picture. აი ესეთი გზნობა მაქვს მე, მაგალითად Arnold Allen-თან ბრძოლა. That was fucking close, man. That was like 1 knee away, bro, 1 inch away. The flying knee, you know? Yeah, and Arnold Allen ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან მაგარი ბიჭია. არ ვიცი თუ იცით, მაგრამ პირველ რაუნდის ბოლოს აი ზუსტად ეგ მუხლი როცა მოხდა, მუხლის შემდეგ collarbone რაღაც ისეში დამემართა pinched nerve რა და მთელი მარჯვენა ხელი
ჰქონდა shutdown, ანუ გამეთიშა და დაახლოებით 1 თვე ვაფშე ხელს ვერ წევდი, ვერ ვამოძრავებდი, ანუ მეორე და მესამე რაუნდი ერთი ხელით ვიჩხუბე და სულ ფიქრობდი, რომ აღდგებოდა ხელი. და ისე მოხდა, რომ სანამ ოპერაცია არ გავიკეთე, ხელს ესე ვერ ვატრიალებდი, ესე ვერ ვკრავდი, ვერ ვწევდი, აი აქამდე მარტო შემევა აწევა. ასე რომ ეგ ბიჭი ჯიბეში გვიზის, რა ვიცოდეთ. ეგეთი რაღაც მოხდა რა. ორნამას ბრძოლაზეც შემეძლია თქვა რაღაც, მაგრამ გამომივა ისე, რომ თითქოს კი გაწუწუნებს სულ რაღაცებით, ასე რომ ჯანმრთელობამ ბევრ ამის ხელი არ შემიწყო. არა, ზოგადად ეგრეა, ზოგადად ვისაც ესმის საქმე და ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია, ყველამ იცის, რომ აქ მილიმეტრებში და სანტიმეტრებშია საქმე და 1000 რაღაცა ხდება კულისებს მიღმა იქ დროს, მზადების დროს შეიძლება 10-დან 100-დან შეიძლება 99 ჯერ მოუგო ადამიანს, მაგრამ ის ერთი დღამე მაგისი იყოს და წააგო რა და ბევრნაირად შეიძლება დატრიალდეს სცენარი, ასე რომ კი, ეგ წუწუნი არა, ეგ უბრალოდ რეალობა ეგრე ხდება რა. არა, ბარბოსას ჩხუბს მინდა შევეხოთ ცოტათი რამე ისეთი რომ მოგვიყვა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ხალხს ყველაზე მაგრად აი ეგ ჩხუბი უყვარს შენი რა. და მართლაც ეს ჩხუბი იყო main event-ი ბარბოსა, ეხა დიდი სახელია. ერთ-ერთი პირველი main event-ი იყო ჩვენი ქართველების მგონი პირველი თუ არა, ხო? UFC-ში. ხო, მგონი ხო და არა, უბრალოდ ეგრე იყო და რა და ეხა ჩხუბამდე ხო, რო გაგვერჩია მაგარი ექსპერტები რომ დამჯდარი იყვნენ და გაერჩიეთ ეგ ჩხუბი, არავინ არ იტყოდა ალბათ გადაწყვეტით ესე 100% რომ გიგა ჭიკაძე ბარბოსას სისწრაფეში აჯობებს, იმიტომ რომ ბარბოსა გვახსოვს, რა ესე ვისებული სისწრაფე გვაქვს და გიგამ სისწრაფით, არა მარტო სისწრაფით აჯობე რა და რამე ისეთი გითხარი მაგ ჩხუბზე, ისეთი რაც არ იცის ხალხმა რა. არ ვიცი, აი მაგალითად ემელია გითხრა. თუნდაც შიგნით. თუნდაც ბრძოლის დროს პირველ რაუნდის ბოლოს უკვე ერთ-ერთი დარტყმა როდესაც გაუშვა მუცელში, ძალიან ახლოს იყო, დრო აღარ მეყო თითქოს წავიდა უკან. იქ დამთავრებული იყო, იმიტომ რომ ღვიძლში ფეხით საკმაოდ ძლიერად გაუშვა დარტყმა და ვიგრძენი უკვე აღარ უნდა იმ მომენტში ჩხუბი. მეორე რაუნდში საკმაოდ ძლიერად დაბრუნდა. და მესამე რაუნდი არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ თავარი ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა, რამაც დაიწყო უკვე მისი დაღმასვლა და მე ტექნიკურ ნოკაუტამდე მისვლა იყო მუხლი, რომელიც პატარა საფირმო რაღაცა ტრიუკივით მაქვს, მარჯვენა ხელს აჩვენებ როგორც ჰუქს და პარალელურად, როდესაც ბლოკავს ამ მარჯვენა ხელს, წრიულ მუხლის დარტყმას აკეთებ. და ეგ იყო, რომ უკვე ვიგრძენი ფაქტიურად ეს ჩემი მუხლი Southport-ით გახარ მაგ დროს გიგა? რომელ სტანსით გახარ? მარცხენა სტენზე არ გახარ, მარჯვენა. Traditional ხო? იგივეა რაც გიგაკიკი ოღონდ მუხლით, ესე შედის ესეც პირდაპირ რა. კი, ნამდვილად, ოღონდ უფრო მეტად წინ მიდიხარ, ანუ შემხვედრი არის და თან მარტო მუშაობს მარჯვენადან მარჯვენა დგომზე და არა მარცხენა დგომზე, იმიტომ თუ მარცხენა დგომზე გიდგა შენი მეტოქე, ეს არის Counter Strike შეუძლია საკმაოდ ჰაერში შეუძლია რომ მოხსნას, ხო? სახიფათო. გიგა, შენი liver kick-ი არის განსხვავდება სხვების liver kick-ებისგან და აი development-ი როგორ მოხდა მაგ kick-ის რა? სასაცილო არის. ჩამოყალიბება. დაიწყო ყველაფერი კარატედან ერთი პერიოდი ხან ბეკჰემს ვეძახდით ამ დარტყმას, ხან ზიდანის მამა ჩემი არის ერთ-ერთი ინფლუენსერი ამ დარტყმის, რადგან საკმაოდ კარგად გამომდიოდა ბავშვობიდან ეს ნატურალურად, ასევე ლევან იროგავა კრედიტი უნდა მისცემასაც, რომელმაც მე უკვე ძალიან დიდი დარბაზი გახსნა კარატეს საქართველოში და წარმატებებს უშურვებ, ამბოლო დროს გახსნა. კარატის ვარჯიშის დროს ტრაექტორია ამ დარტყმის არის დაახლოებით თუ გახსოვთ ზიდანი მადრიდის რეალს შორის თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში გოლი რო გაიტანა ფინალში. აი ეს გოლი იყო დაახლოებით იგივე მომენტი, რაც უკვე მე ფეხბურთის ბავშვობაში ბევრს თამაშობდი, საკმაოდ
არც თუ ისე ცუდად და ბევრჯერ ვაკეთებდი ესეთ რამეს, რომ მაღალი ტრაექტორიით წამოსულ ბურთს უთხოვდი ფეხს და მიდიოდა გარში, ხო. საინტერესო. და აი ეს უკვე მე ნელ-ნელა გარდაისახა იმაში, რომ სპარინგების დროს, კარატის ტურნირების დროს ვაკეთებდი ამას უფრო მეტად მარჯვენა მხრიდან. იმიტომ რომ მარჯვენა ფეხის დარტყმა ბევრად უფრო ძლიერი მქონდა და უნდა დამერტყა ალბათ 10 მარჯვნიდან და მარცხნიდან 1, რომ ეს წარმატებას მიმართია რა და მე უკვე როდესაც გავაანალიზე, რომ გავიდა, მეც გავიზარდე, რომ გვიძლი არის მარჯვენა მხარე. გვიძლი აქეთა. და საკმაოდ ამაჩემი ხშირად რომ მეუბნებოდა მაგას, რომ იქიდან დაარტყი, გვიძლი იქით არის და მე გვიძლი არ ვიცოდი იმ დროს კარგად რას ნიშნავდა და მე უკვე როდესაც გავაანალიზე და იყო ეგ უკვე კიკბოქსინგის დროს ძალიან ბევრი წარმატება მოცა ამ დარტყმამ მარცხენა დგომიდან, არც მარცხენა მდგომის არ ვიყავი და აუცილებელია რომ ამ დარტყმის დროს იდგე შენ თვითონ მარცხენა დგომში, იმიტომ რომ შეცვლითი დარტყმით ბარიკი რაც არის, იგივენაირად არ მუშაობს. ტრაექტორია სხვანაირი იქნება. ასე რომ თან მანდ არის, ანუ გამოვა შენ აკეთებ ერთ მომენტს, ხო არის რომ დარტყმა ფეხი აწევა და დარტყმა შენ აკეთებ პირდაპირ, ერთ მომენტს აკეთებ რა. მე როგორ ამას ვაკეთებ, აი ცოტა ვიღაც ვინმეს როდესაც ვცდილობ რომ აუხსნა, აი ვიყენებ ხოლმე მაგალითს თვითფრინავი რომ აფრინდება და მე რომ ეცემა თქვა რომ მოხდეს პომპიდან ნელ-ნელა რომ აი დაახლოებით ესეთი smooth უნდა იყოს ქვემოწასული. შენ თუ ესე ზემოთ აწევ და ეგრევე დაარტყავ, უფრო კუთხური გამოდის, თუ ეგრევე აწევ ესე უფრო ადვილად იბლოკება. დაახლოებით არის პარალელური question mark kicks, რასაც ეძახიან ამ ბრაზილიან kicks, ეს მოტყუებით თავში ფეხის დარტყმა რო არის, ხო? აი ამის მაგივრად აკეთებ უფრო ესეთ რამეს. ზემოდან ქვემოთ, ხო? ოღონდ იქ ანიც ახლოს არ უნდა მიწიო, იმიტომ რომ ტანს თუ ახლოს მიწევ, ის იმ მიმართულებას იმ კუთხეს ვერ იჭერდა თან counter strike-ისთვის უფრო ადვილი არის, ასე რომ ტანით უკან რჩები, დაახლოებით აი ჰაერში რო გააკეთო, შეიძლება ვარდნის შეგრძნება მოგივიდეს, რომ თითქოს ვაიმე არ დავარდე, ვაიმე არ წავიქცესავთ და ეგ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ის დარტყმის მომენტი ტანზე როდესაც უკვე ეხება, გაძლევს, აი ფუკ ხოიც რაც არის ჩამოსადები, რა ქვია, გაუჭიო თუ რა ანკეს რა, ხო, კაუჭივი, ხო, აი კაუჩის პრინციპით უკვე შენ აღარ ეცემი, მაგრამ მთელი შენი ძალა და სხეულის წონა უკვე ფეხში მიდის. ფაქტიურად იმის ღვიძლს ეკიდები. ძალიან მაგრამ და გიგასთან ვაჯიში. გიგა, შენთან თუ გეკითხებიან რჩევებს, აი ახალგაზრდა ქართველები, რა თქმა უნდა. გასაკუთრებით საქართველოსთან მაინტერესებს, იმიტომ რომ კი, ძირითადად სოციალურ ქსელებში მომდის ხოლმე, რომ აი რას მირჩევ და ეგეთი რაღაცები, მაგრამ მაგისთვის სიმართლე გითხრათ, არ მრჩება, რომ ყველა სიტყვას პასუხი გავცე, თუმცა როცა ვახერხებ რაღაცებს ვიგზავნი ტუტორიალებსაც და თუმცა აქ, რა ვიცი, დიდი ხნის მანძილზე ჰოლანდიიდან მოყოლებული რაღაცა პატარა ცოდნები რაც მქონია ყოველთვის ძალიან ბევრისთვის გამიზიარებია რა. არა, მე რატო გეკითხები ცი ქართველებზე, ეხლა ჩვენ ხო უყურებ მე აქედან რამდენი წლებია, 15 წელია მე თბილისში არ ვყავ, საქართველოში არ ყოფილვარ, მაგრამ სულ უყურებ ქართულ MMA-ს სამოყვარულოს, მინდა რომ ეს ტალღა ვნახო, რომ წამოვა სწორად აღზრდილი რა, მომდენო აი ვინ ჩაგანაცვლებ თქვენ შემდეგ და ბიჭები ნიჭიერები არიან, კარგად ურწყავენ ყველა თითქოს, მაგრამ რაღაცა მოჭირა, რაღაცის საჭირო თქოს ჭანჭიკების, რაღაც პატარ-პატარა დეტალებია შესატანი და მაგიტო მინდა რომ აი უფრო ინტერესიანები იყვნენ ბავშვები, რომ მოიძიონ რა, თვითონ შენ თუ არ მოიძიე, მარტო სხვის სწავლება არ გიშველის რა და მაგიტო გეკითხები ქართველებზე რა. რაც მთავარია ქართველებს გვაქვს ძალიან მაგარი ჟინი. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სპორტის რა, რომ გეჯერო საკუთარი თავის, რომ დაიჯერო და გინდოდეს რა და მე ალბათ ყველა ეხა დღეს რომ ახსენდება მე ჩემი თავი იმ დროს მე საიდანაც მოვდივარ და დღევანდელი სიტუაცია იმდენად წინ არის ყველაფერი MMA-ის თუ გინდა სამომავლოდ მომავალი გქონდეს ხო
ალბათ ალბათ სვავენ კიდეს კითხვებს, ალბათ დასვავენ კიდე უფრო მეც და მე ნელ-ნელა გაიზრდებიან რა. მაგას თავის დრო ჭირდება, ესე უცებ არ ხდება ალბათ, თუმცა ნაკლებად. ნახოთ რა. მე მგონია რომ ძალიან ახალი სპორტია და ნელ-ნელა ვითარდება ხა. გითხარით რომ დარბას ვაკეთებ და მინდა ისეთი რამის გაკეთება, აი ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი მაგ თემაზე რომ ყველაზე დიდი მწვრთნელები ერთად თავს არ იკრიბებიან ერთად, იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაცა იგო. ვიღაცა არის სტრაიკინგის ძალიან მაგარი მწვრთნელი. ამას არ უნდა რომ მისი ფინანსების შეერინგი გააკეთოს ჭიდაობის რაღაც ოლიმპიური დონის მწვრთნელთან. ასევე იმას არ უნდა რომ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ძალიან მაგარ მწვრთნელთან ანუ ერთად ვერ ძოვენ მაგის თქმა მინდა რა და აი დაახლოებით თან მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან მაგარი მწვრთნელები არ გყავდეს ყველა მაინც ბავშვებს დღეს იმდენი შესაძლებლობა აქვთ რომ თავიდანვე MMA-ის თვის გაიზარდნონ MMA სპორტში გაიზარდნონ და საკმაოდ ძლიერი ნაკადი მოდის ზოგადად მსოფლიოში, უკვე MMA სპორტად არის ჩამოყალიბებული და ბავშვს შეიყვან თუ გინდა რომ MMA-ზე იაროს, უკვე რაღაცა დონის სტრაიკინგს სწავლობს, რაღაც დონის ჭიდაობას და რაღაც დონის ჯიუ-ჯიტსს. ადრე უფრო იყო რაღაც authentic MMA-ის ტიპები, იმიტომ რომ მე მაგალითად კარატე კიკბოქსინგიდან მოვდივარ, სუფთა სტრაიკერი ვიყავი და მომიწია ჯიუ-ჯიტსუ ჭიდაობის ცოტა დამატება რომ თავი დამეძვრინე და მეხწია რაღაცა მოცემული მომენტებიდან დღეს რა მომავალში ეგ უკვე აღარ იქნება ეს. მაგრამ მაინც ის აი რამდენი სპორტი გჭირდება ხო სტრაიკინგში ბევრი სხვადასხვა სპორტია მარტო ბოქსი სხვა არის კიკბოქსინგი სხვა არის კარატე სხვა არის ყველას თავისი სპეციფიური ტექნიკა და დაჟე რომ ვილაპარაკოთ კიკბოქსინგ და მუაი-თაის შორისაც რამხელა სხვაობა არის ანუ მე ძალიან სურს ყოველ შემთხვევაში რომ ისე დაუნერგო სისტემა რომ ძალიან მაგარი თუ აქვს სურვილი რომ კიკბოქსინგში მონაწილეობა მიიღოს იყოს ძალიან მაღალი დონის კიკბოქსიორიც ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიტსუს ტურნირებზეც გავიდეს და იქაც მოიგოს კარატეში მონაწილეობა მოუნდება იმის შესაძლებლობაც ჰქონდეს რომ ტოპ ტიპებს გაუწიოს წინააღმდეგობა და მე ნუ eventually MMA თუ მოუნდება ეს საინტერესო არის შენი აზრით არის თუ არა ეხლა რამდენი სტრაიკინგის სპორტი არის მართლა ხო მაგრამ შეიძლება თუ არა რომ აი სტრაიკინგი MMA სტრაიკინგი ეგეთი რაღაც რო იყოს ხო MMA სტრაიკინგი საკმაოდ სხვა სახის იქნება და არის ვიდრე მარტო კარატე ან მარტო კიკბოქსინგი ან მარტო ბოქსი ხო ძალიან სხვა არის იმიტომ რომ როდესაც კარატედან წამოვედი კიკბოქსინგში დამჭირდა დრო რომ შემეცვალა ძალიან ბევრი რამ მოდიფიკაცია გამეკეთებინა, ну, გარდა იმისა, რომ მე ბოქსაც ვარჯიშობდი დაახლოებით 14 წლიდან და კარატესთან როდესაც გადავედი კიკბოქსინგში, მე ჩემი სტილი მქონდა და ნელ-ნელა ჰოლანდიაში ყოფნის დროს, ტაილანდში წასვლებით უკვე რაღაცებზე შევთანხმდი მე თვითონ twin-ში, რომ აი იცი რა ეს მუშაობს, ეს არ მუშაობს, ეს იქიდან კაია, ეს აქედან კაია და ეს ამათ არ აქვს, რაც კარატედან შემიძლია რომ გამოვიყენო. მე ამ ცვლილებიდან რომ კიდე MMA-ში წავედი, MMA-ში ის უფრო მეტად ჰოლანდიური კიკბოქსინგს ვიყენებდი და ფეხებს კარატედან და ჰოლანდიური კიკბოქსინგი მარტო არ იყო საკმარისი MMA-ისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხე იქნებოდა ჭიდაობის მოკლე იმიტომ რომ ჰოლანდიური სტილი კიკბოქსინგის უფრო მეტად ახლოს დისტანციაში ხდება და საკმაოდ გრძელი კომბინაციებით, აგრესიული გაცვლებით ხდება და რამონ დეკერსი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი და მასთან ცხოვრობდი 2 წელი ცხოვრობდი მაგის სახლში. მართლა გადაო მე ჩემი საყვარელი კიკბოქსერია მაგის ყველაფერი მაქვს ნახის მამა. აბსოლუტურად. რა ღმერთმა აცხონოს მაგარი იყო ძალიან. Yeah man. ბოდიში რაუ ძალიან არ ვიცოდი მაგ აუ ძალიან მაგარი იყო დეკერსი ბიჭო აი ძალიან ხალხი აი გონდა სიამოვნება რომ
რამონ ბეკერსთან მევარჯიშე და მაგის twin-ის ეგეთი low kick-ი რავის არ ქონია მე მგონია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ვისაც დაურტყი ეგ არ ვიცოდი ნახდა თუ რამონ ბეკერსის მოწაფე იყავი რა იმიტომ რომ რამონ ბეკერსი არის ჩემთვის არის როგორც პელია ფეხბურთში რა ეგრეა რა არა ეგ blessing მქონდა ხო ნამდვილად რომ ჰოლანდიაში ჩემი ყოფნის რაც კარიერა მქონდა kickboxing-ის ჰოლანდიაში სულ მყავდა ძალიან მაგარი მწვრთნელები და გუნდელები Golden Glory-ის თავარი ის ბაზა სადაც იყო ბრედაში ბრედა არის ქალაქი და ყველაზე მსუბუქი ერთ-ერთი მსუბუქი ტიპი მე ვიყავი და იყვნენ სულ ძალიან ძლიერი უკვე საკმაოდ ცნობილი სპორტსმენები ჩემთვის აი საქართველოში ევროსპორტზე ოპარულ ჩენელებზე უყურებდი K1-ს ნიკი ჰოლცგენი იყო ჩემი გუნდელი ვისთანაც სულ წელში ვიდექი იყვნენ მე ალისტარ ოვერემი სტეფან ლეკო ზიმერმანი იყო ესეთი ბიჭი ძალიან ნუ სემიშილსი უფრო იშვიათად ჩამოდიოდა ხოლმე მარტო თავის ბრძოლებზე დათო კირიასთან ერთად იყო დათო იყო მაშინ ნაიმეგენი მე მგონი თუ გრონინგენი რომელიღაც ქალაქში ან ბევრი ბრენჩები ჰქონდათ Golden Glory-ს ამ 2 წლის მერე მე გადავედი მაიქს ჯიმში სადაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მებრძოლი ბადრჰარი მონაწილეობდა და 2 წელი იქ ვარჯიშობდი მელბინ მანოეფი ბადრჰარი და უკვე იქ ვიყავ ერთ-ერთი წამყვანი ტიპი ჩემს ზონაში და მე იქიდან უკვე მაიკიდან როდესაც გადავედი მესამე ჯიმში ამ ჯიმს ეკვა ვოს ჯიმი არის ერთ-ერთი პიონერი ჯიმი საიდანაც ვაფშე ყველაფერი წარმოვიდა იგივე რემი ბონიესკი ტიპები ვისაც რამონ ბეკერსი ყავს ნაცემი მაგალითად ეგეთი ტიპები აივან ჰიპოლიტი იყო მთავარი მწვრთნელი და მან უკვე დაახლოებით 3 წელიწად ნახევარი მომიწია და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი სკოლა ზოგადად, იმიტომ რომ ჰოლანდიელები ძალიან დიდად მეგობრული ტიპები არ არიან და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა რომ ეს ჩელენჯები გამეარა და ჩემი თავი მეპოვა ყველა დარბაზში და ჩემი ადგილი მომეპოვებინა რა. ზოგადად მე ვერავს ვერ და შეგიძლია მე რეგიონში გავძლო უბრალოდ მე გამოვთქვა მინდა ისა ვერ გამიგია რატო არ ყავს kickbox მეტი მაყურებელი. აი ვერ ხვდები ვერ მომიხსნია ეს რა, იმიტომ რომ მაგარი დინამიკური სტრაიკინგი მიდის. განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისაც არ უყვარს ჭიდაობის ყურება, მე შეწადი შეუჯახაშენებულა უყურე kickbox მაშინ, რატო იმაშვები, რატო წუწუნდი. ანუ თან მაგარი kickboxing ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ინფლუენსერი იყო რომ მე დავიჯერე რომ კარატეს შემდეგ მე შემეძლო ცხოვრება შემექმნა ასე ვთქვათ კარიერა მქონდა და იდანაც უკვე შევძლებდი ოჯახის ფინანსების აღებას თავზე და ეს გამაცდევინა K1 Max-მა და K1 Grand Prix ყურებამ ევროსპორტზე. აი იმ დროს რა ფინანსებიც იყო ამ სპორტში და რა ინტერესიც იყო ის რომ ვინმე დააბრუნოს თან ახლა UFC-ს ესეთი დიდი არ იყო მაშინ და დიდი კონკურენტიც არ ყავდა UFC-ს სახით მაგრამ ფინანსებია ყველაფერი რომ იცოდეთ ახლა გლორიში თავიდან რამდენს მიხდიდნენ და მე რამდენს მიხდიდნენ და ამბები იყო მიხდებოდით რომ მახსოვს მე პერიოდი მე მახსოვს სტუდენტი ვიყავი მაშინ ამერიკაში და სტარბაქსში ვიჯექი ხოლმე და შენი და კირიას ჩუბებს ლეპტოპში უყურებდი და რა ვიცი ყავის ფული არ მქონდა და ხალხსტონდი და რაღაცეები რა და ჩვენს ეგრევე ყავით და თან ჩუბობთ მაგარი ლეგენდა სახელები ახსენეთ ეხა რა და Overeem shout out horse meat Overeem და ეხა ჰოლანდიელი დერი
The Reader. გოკან საკიდან მოვიწყლე გოკან გოკან საკიდან საკი. ახლა ძალიან მეხმარებოდა ჩემი გადასვლიდანვე, რადგან თურქი იყო და რაღაცა თურქეთის საქართველოს მეგობრული რაღაც ის გრძნობა გაუჩნდა და მე პატარა ვიყავი ბევრად და როდესაც main event-ებს ლოკალურ შოუზე ჩხუბობდა დავის undercard-ზე აუცილებლად ჩამსვავდა ხოლმე და შემდეგ მისი გადმოსვლას თუ გახსოვთ UFC-ში. დიდი კრახი იყო, რადგან მოვიდა ჩემთან Kings-ში მაშინ უყურა ვარჯიშს, გადმოსვლას ფიქრობდა და ნახა რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვარჯიშობდი, მარტო striking-ს არ ვარჯიშობდი და ერთი ჩხუბი ქონდა უკვე მოგებული რა და ამეთქა იცი რომ რატო ვარჯიშობ ასე ჩვენო სტრაიკერები ვართ, ჩვენო striking-ს უნდა მივაწოთ და მივარჯიშოთ რა და აი მანდ უკვე მივხვდი რომ ეს სანშოს ვერ წავიდოდა და მეორე ჩხუბი ხალილ რაუნდრისთან კრედიტი რა თქმა უნდა ხალილ რაუნდრის თუმცა გოკანსაკის და ხალილ რაუნდრის ერთად რო ავიღებთ კიკბოქსინგზე როცა არის ლაპარაკი ახლოსაც არ არის მოსატანი ხალილ რაუნდრი და რაც მოხდა იგივე რომ სტრაიკინგში დანოკაუტდა როდესაც შენ უკვე შიში გექნება ჭიდაობის შენი სტრაიკინგი 100%-დან 20 ხდება რა და 20% მე უკვე MMA-ის მებრძოლსაც შეუძლია რომ overcome გააკეთოს. მე ძალიან კარგად მახსოვს გოკანსაკის ესა მაგარი ჰაიპიც იყო პირველი ჩხუბი რომ მოიგო this is my house ვიძახდა ოქტაგონში და მე რაუნდს რო გადაეყარა მაგარი ჰაიპი იყო ყველას მაგრამ უნდა მეკითხა რა დააკდა თქო და ეხა შენ გამეცი პასუხი მაგას. მაინდსეტი ქონდა ძალიან სხვანაირი რა სხვანაირი ფიქრით იყო რომ ეგონა აი თითქოს ადრე როგორც იყო რომ სტრაიკერი რესლერის წინააღმდეგ ჯიუ-ჯიტსუ ეგრე არის ეხა რო ახსენე რა როგორ დამავიწე ეხა რო ახსენე მერაბის ის რო არის ჯიმში რო ვარჯიშობს ქალილ რაუნდშიც ეგეთი მაინდსეტი აქვს ცხოვრებაში არასდროს არ გავაკეთებო ტეიქდაუნსო და მარტო დგომში ბრძოლობს ასე ხარ ეგ არ ნიშნავს რომ მაინდსეტი საკისთან სხვანაირად იჩხუბა ხო ეგ სხვა ხო ეგ საინტერესოა იმიტომ რომ მახსოვს ზუსტად რომ არ გავაკეთებო ამასო რა და I want to have a little fun before we go და რაღაც pop topic-ებს მინდა რომ შევეხო რა და ეხლა რომ ისა ზიდანი ვახსენეთ წარმოიდგინე რა მაგარი corner იქნება არ გვინდა ილონ მასკი არ გვინდა ზაკენბერგი იკას corner არის ძალიან მაგარი კაპ სვონსონი Beniel Dariush and Zinedine Zidane. How magari kutxe. და ზიდანი თავის იმით მოდის, ხო იცი? Headbutt. ზიდუ თავის დარტყმაში. Headbutt, bro. ზიდანი არ მიყვარდა ბავშვობაშიდან ძალიან ბრაზილიას თუ შემოთქვირობს. მეც 98-ში ტიროდი მახსოვს და მული გამიტეხა, ხო, მეც ეგრე დავიწყე. ინგლისში გავიზარდე და რა თქმა უნდა ინგლისის ფანი ვიყავი და არც ბრაზილია. ინგლისიდან ჩემი კუმირი იყო, ალბათ ვინჩი გამოიცა. უგესო მაკმანი არა, მაგრამ მევასებოდა. ან ბეკემი ან მაკმანი. მის მევასებოდა. მე და შენ ახლა დაახლოებით ერთი ასაკის ვარ და ოვენი იქნება. მაიკლ ოვენ, ხო, ამ დროს გამოჩნდა, ეგრე პუტავდა ყველაფერს, ხო. კი, მაიკლ ოვენ ჩემს საყვარელი მოთამაშე იყო. ხო. ჩემს Listen, რაღაც კითხვები მინდა ისე აი პოპულარული და რაც ხდება დღევანდელ MMA-ის სამყაროში. ოღონდ დიდხანს არ წაგაკეთე. ამან იმდენი იბაზრა მე ვაფშე არაფერი ეხლა არ მომიგე რა და გიგა რას ფიქრობ? ანუ ეხლა რო გადადის ემშვიდობება ESPN-ს რა UFC და გადადის Paramount-ზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ამ სპორტისთვის რა? და თუ არის რამე პირდაპირ შეხება ან ცვლილებას თუ ხედავ რომ მოიტანოს ამან ან კარგს ან ცუდს. პირადად თქვი რომ ცოტა შეიძლება ინტერესი რაღაც დონეზე ჩამოვარდეს, მაგრამ ფინანსურად შეიძლება გაიზარდოს. არ ვიცი ამჯერად UFC-ს დანას ფინანსურ გაზდებში ბევრი, იმიტომ რომ ინგლისურად ამას რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ ეს არის რა უფრო მეტად კომპანიამ ბევრი არა მოჭრა იყოს თუ ქართულს ისწავლის ნახავს კაცი. ამჯერა რომ მებრძოლებზე დიდად იმოქმედებს პირიქით pay-per-view-დან შემოსავალი იყო ჩემპიონებისთვის. ჯერჯერობით ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, რომ ამდენად გაიზრდა შემოსავალი მებრძოლების და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღემდე არის
10+10 minimum contract და ყველა მებრძოლი თავიდან რომ შემოდის ძირითადად 10+10 არის და არ არის იქ ნამდვილად სწორი რა. ეხა დეინა ვახსენეთ და პირველად გავიგე დეინას პირიდან რომ ისაუბრა რომ ეხა ვნახეო შევხვდიო გავიცანიო ერთი წევრიო საქართველოსდანო საქართველოს მთავრობიდანო და მინდაო რომ წავიყვანო რა მერაბიო და საქართველოში მინდაო რომ გავაკეთო რა და ვიცი რომ შენ ხარ პიონერი ამ საქმეში იმიტომ რომ შენ რო დაიწყე ამაზე საუბარი და რამდენი შენ გაქვს ამაზე ალბათ ნაშრომი იმდენი მგონი არავის არ აქვს რა და ზოგადად ვიგას შაუთაუთები საქართველოზე ოქტაგონიდან ეგეთი მაგარი შაუთაუთები ქართველებიდან არა ხო და ეხა pay per view რო აღარ იქნება ხო თუ მართლა მოხდა და მართლა წავიდნენ საქართველოში ან რაღაც გონია თუ არა რომ უკეთესი იყოს რახან pay per view აღარ არის ანუ რა ქვეყანაში ჩადიან იმ ქვეყნის prime time-ზე იქნება და უფრო შანსი იქნება რომ მაგალითად თუ მერაბი ჩემპიონი არის და საქართველოში ჩავა შანსი იქნება რომ იქ დაიცვას კამარი რა და თითქოს თუ ძველი pay per view ის იყო სქემა მაშინ რატო უნდა აჩხუბონ fight night-ზე მერაბი საქართველოში ტიტულზე და რაღაც ანუ თუ მიხდი რას ვიძახი რა კი მივხვდი როგორ არა ხო მე მადლობა პირველ რიგში ამ კრედიტის მოცემისთვის რაც ვფიქრობ რომ ყველა მებრძოლს წვლილი მიგვიწვის რაც რამე ინტერესი არის საქართველოს მიმართ წამოსული არ ვფიქრობ რომ მარტო ჩემი დამსახურება არის როგორ შეიძლება დავივიწყოთ ორი ჩემპიონი და კიდევ სხვა მებრძოლები რომლებიც დიდი საქმე გააკეთეს და რა თქმა უნდა კრედიტი მათ ძალიან დიდი ის რომ ეს შვილება რასაც შენ გულისხმობ მე ადრე მყავდა ჩამოყვანილი UFC ევრაზიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მიდიოდა საუბარი UFC Fight Night-ზე, რადგან ყველაზე budget friendly იყო ჩვენთვის უფრო minimal cost-ები რაც შეიძლება ყოფილიყო Fight Night-ის ჩატარება და pay-per-views დიდი ივენთი რომ ყოფილიყო მაგ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ხარჯები იქნებოდა საჭირო და არ ვიცი რამდენად შესაძლებელი არის ჯერჯერობით თუმცა რადგან დანამ ეგეთი რამე თქვა გასახარია სასიხარულო ამბავია ნამდვილად ნახოთ რა მოხდება ძალიან გამიხარდება თუ ეგ როდესმე გამოვა იცით თქვენ რომ ძალიან ვცდილობდი დიდი ხნის მანძილზე და სამწუხაროდ რაღაცა ხორცი არ შეება იმ ჩონჩხს მე რაც შევქმენი მაშინ თუმცა ეგ თუ გამოვა და უკვე საქართველოს უმასპინძლებს UFC-ს იქნება ნამდვილად ძალიან დიდი რევოლუცია ვფიქრობ რაც არ მოხდა ახლო ქვეყნებში პრინციპში აზერბაიჯანმა სამწუხაროდ დაგვასწრუნა რომ ეგეც არაფერი მეორე თუ იქნება რეგიონში ეგეც არ მაგარი იქნება დიდი რეკლამა იქნება ქვეყნისთვის ვფიქრობ ისედაც ამხელა რეკლამა არის როდესაც ორი ჩემპიონი ყავს ეხლა პარალელურად პატარა შავი ზღვის კომერციალურად დატრიალდება და თბილისის ხედები მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიქნები ჯო ისე რავი დეინა რამდენი ხანი იძახდა რომ სამი ჩემპიონი რო ყავდა რა აფრიკის კონტინენტს რა ყველაზე ხარ სამი აფრიკელი ჩემპიონი და მან ვერ აფერისტიკაცია ხო მან ვერ წავიდნენ რა კი ნახე და აფრიკაში ეხა ისეთი ქვეყანაც არის რომ ჩვენზე ბევრად შეძლებული ეხა ის ალბათ სამხრეთ ამერიკა ეკონომიურად არა South Africa ალბათ არ ვიცი რა პრობლემები შეემთხოთ მაშინ რატო არ ჩაატარეს თუმცა ისა რა ქვია აფრიკას დროს მე კიდე დაუთმობთ მაგრამ ეხა მინდა კითხო ანუ ვახსენეთ ისა რა ქვია ანუ Bear DGO რო არის რა და Jackson-ი რა მაგი პოდკასტზე გნახულობთ ხოლმე და მაგათ ეხა ახსენე რომ მაგარი ისა გახსნილი რა ჯიმი რა და მგონი შენითვლები მაგათ ერთ-ერთ მაგათ ათლეტად ხო თუ არ ვცდები კი ხო და მაგათ კონსოლ ათლეტ ვარ და X-ზე რო იყავი მაგათ რა ჯექსონის ეპიზოდი აი მაგაზე
აი მოგტი სიცილით ალბათ და ის მომენტიც ამოუჭერი სკრინშოტით და დავდე ყველგან და როგორი მასტი არის Rampage ურთიერთობაში მე მაგის იუმორი მაგრამ ევასება რა სიმართლე რო გითხრა რა ეხლა შორიდან Rampage კაი ტიპი არის კი Rampage თან ეხლა რაც აღარ ჩხუბობს უფრო chill არის აქამდე მოსმანაერი იყო ვერი ბიზნესმენი კაცი არის ერთი ორი წელი ჩემზე პატარა ბიჭი საკმაოდ ესეთი wealthy family-დან მოდის და იტალიური ოჯახიდან არიან ხო აქ ნიუპორტში ცხოვრობენ შექმნეს თავისი ბრენდი Santos Studio და ასევე Jackson Chain-ები და საათები და jewelry კომპანია საკმაოდ კარგად მიდიან და იზრდებიან როგორც კომპანია და როგორც ბიზნესი და ძალიან სასიხარულოა რომ სპორტსმენებს ესახელს უწყობენ შეიძლება არა მხოლოდ MMA-ის მებრძოლებს სხვა სპორტსმენებსაც ყავთ ექსტრემალური გამოდენების სკეიტბორდერები, სერფბორდერები, მოტოციკლისტები. კი, ნამდვილად. ანუ ეხა საიდან სად უნდა გადაუხვიო გიგა იკაიფე რა. ანუ ეხა ილია თოფურიაზე საიდან უნდა გადაუხვიო რა. ბერდიჯიდიოს სუყავს ხოლმე არმან წარუკიანი, მანდ ვარჯიშობს ხოლმე. ხო, არმანიც იქ არის ხოლმე. ხო. არმანი, მგონი ხამზატიც რო იყო ჩამოსული მანდ იყო, მანდ გააკეთა ბოლო მომზადება. თუ არ ვიცი. კი, კარჩე ეს ჭკვიანი კაცია რა, ეს ბერი რაშვება, იცი რომ ვისაც ჩხუბი აქვს. იმის camps და რაღაცებს ასპონსორებს, ჩამოყავს აფინანსებს და პარალელურად მებრძოლს, რომელსაც shine აქვს რაღაც ეტაპზე, ამას მე უკვე თავის მონეტიზაციას ამას კარგად უკეთებს რა. ჩვენ ეგრე არა ვართ რა, თვაო, გინდა არ კონდეს ბრძოლა ყოველ კვირა, თვაო შენთან ჩაწერა გვინდა რა. აი ჩვენ ჯიგრები ვართ უფრო. კი, თვაო, მეგეში შედარებით არა. ჩვენ კაპიტალისტები არ ვართ რა. ბიჭო, რა მაინტერესებს იცი? აი, ანუ ეხა ილიასთვის წარუკიანი თუ პიმბლეტია თუ რაღაცა რა. ანუ Justin Gaethje, მაგრამ ანუ როგორი მასტი არის ურთიერთობაში იცნობ თუ არა რა, წარუკიანს რა. ვიცნობ, ახლოს არა, მაგრამ ნუ რაღაცა შეხება მქონია იქ რა. ესე ხშირად არ არის დიდად იქ. შემიძლია რომ გითხრა თავიდან ბენეილ დარიუში ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ოჯახის წევრი და გამითიშა და დამინოკაუტა და ამიტომ ძალიან გული დამწყვიტა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ცოტა შორს ყოფილიყავი გადაკვეთითთან, მაგრამ ყავს საერთო მწვრთნელები საერთო სპონსორები, მიწევს მისი ნახვა პერიოდულად და ესე ურთიერთობაში ძალიან ნორმალური ადამიანი არის. საქართველოში დაბადებული ახალქალაქში. ხო, რუსეთში ახალქალაქში. ანუ რო წარმოიდგინო მართლა ეგეთია, მისი ოჯახი ახალქალაქში ცხოვრობს დღემდე თუ ასე. ხო და თავიდან ვაფშე საერთოდ ქართულ დროშას აჩვენებდნენ მაგის გამოსვლაზე. იმას რო ეჭხუბა მახაჩევს ქართული დროშა იყო იქ გრაფიკებში რა, UFC-ში. ხო, ნუ ის არის რა ქვია. ბიზნესურად როგორც ჯობია ეგრე იქცევა. მე და რომი ვერ პატიობთ მაგას ერთ რამეს რა, ეხა ბენიელზე ბაზარი არ არის, მაგრამ მაკაცმა თქვა რომ რომი ხო იცი რაზე ვსაუბრობ. მაკაცმა ერთხელ თქვა ძმაო, რომ ყველაზე მაგარი ხინკალიო მოსკოვში არისო თუ რაღაცა რა. ხაჭაპურიო შეჭა. თუ რაღაც ეგეთი თქვა რა და მაგის მერე ძმაო ვეღარ ვინელებ რა. მე უნდა მე ვეთქვი ხა რომ უფრო მაგარი ტოლმა რუსეთში მეთი და მაგაზე სურა ტოლმა მგონი აზერების არის. გადაობები მაგ ხომ. ხოდა გიგა ბიჭო ეხა კიდე უნდა გადავიდე რა შეიძლება ილიას ოპონენტი აღმოჩნდეს ხო წარუკიანი მე მგონი არა თუ არ ვწდები ანუ სამომავლოდ შეიძლება lightweight-ში არიან ორივე ხო იძახიან რომ გეიჩიო ხო მაგრამ ჯერ არაფერი არ არის ცნობილი და კიდე პადი პიმბლეტი რომელიც ვიცი რომ პადიც გაიცანი ერთხელ ხო მგონი პადი მქონდა ერთი ორი რაღაცა გადა შენზე კარგად ილაპარაკა ძალიან ჯიგარი არისო მოგიყვები ეს მოხდა ნუ მაშინ როცა მთელი ამბები იყო რა
მაგი ილიას და გურამთან რაღაცა შეხლა შემოხვაზე შემხვდა სან-დიეგოში რა ნუ ცალკე დაცვებს ყავდათ და რაღაც და ტუალეტში როგორც გავიდა გავყევი ეგრევე მე სხვათა შორის ერთ ქართველ ბიჭთან ერთად ვიყავი რომელიც არის პროდიუსერი ჰოლივუდ ფილმ ამბებში ნიკა აგიაშვილი და მე და ნიკა გავყევით რა და ტუალეტიდან როგორც გამოვიდა თუ არა, ეგრევე დავიჭირე. ხო, დავიჭირე, რომ დარტყმას ვაპირებ და მეთქი შენ რა თქვი ბიჭე და რაღაც და ამან მე ფანი ვარ და მთელი ამბები და მეთქი ფანი კი არა ხა, მე სკრიპტს ლაპარაკობ და ნუ მთელი არ დამირტყია, მაგრამ გადაჩენე ყველაფერი მოვიდა იქ რა. იმან რა სხვანაირად მოყვა იცი? იმან სხვა არა, ეგეც მოხდა, მოგიყვები მე რა. ეგეთი რამე მოხდა სან-დიეგოში 2022 წელს თუ 3 წელს რა. როცა იყო აი ონამა მიჩხუბა ზუსტად მაგ ივენტზე. Nate the Train Transforce. და აგვისტოში იყო ამბები. და მეთქი ბოდიში მოიხადე მეთქი გამოდი თქო ქართულ ხალხთან მისკი რა. და რა ვიცი როგორ მახსოვს ცირა რაღაც მაგარი დაძაბული სიტუაცია იყო მე რა ეგ დაცვები მოვარდნენ US-ის დაცვებს ვისაც ხავთ ხოლმე ეს მარკეტინგული ტიპი რაღაც ვისაც დაყვებიან იმას ბევრი დაცვები დაყვებათან მე აქეთ გამომიყვანეს ის იგი წაიყვანეს ოღონდ სანამ წაიყვანდნენ რაღაცაზე მეთქი ბოდიში მოიხადე თქო რა გამოდი მეთქი და სოციალურ ქსელში სამე ვიდეო ჩაწერე თქო რა ისე მოხდა რომ ეგრე დავშურდით. მე გავიდა დრო აღარსად არ მინახშია და მანჩესტერში მქონდა მეც ჩხუბი, მაგასაც ჩხუბი რა. და ეს დარბაზებს შეერინგს ვაკეთებთ რა. Red corners, blue corners და რამ. მაგ დარბაზში საჭარბეთი იყო ჩამოსული, მეც მიღებდა რაღაც ვიდეოებს და ეს ტიპიც იქ ვარჯიშობდა და აი ტიპი რო ვარჯიშობდა მე ხა წონას ვიკლებ და ძალიან ბევრ წონას ვიკლებ ხოლმე ეხლა სიმართლე რო გითხრა და კაი ხასიათზე იყავ ხო? მაგას ხასიათზე რა და რაკენი მეთქი ბოდიში მოიხადე თქო ამას დავავადე რა ჩაწერე მე არ მინახია თქო ვიდეო თქო და მე მეც ვნახე ეს ქართული ვიდეო რაღაცა ბიჭო ეგრა ბოდიში იყო ეგ that was a half-ass apology man მართალი ხარ ერთი კაი სილა კიდე მოხდება მაგრამ it doesn't count ბიჭო კიდე რაღაც follow up მაგ არ დამავიწყდეს რა რომი რა მე არის ეხა ახსენე რომ შენი ქართული დირექტორი ხო მგონი თუ რეჟისორი თუ რო ახსენე ხო ეხა და ბიჭო მაიკლ ერთხელ უსმენ BYM-ს რა მე ხო გიჟი ვარ ყველა სუ MMA პოდკასტებს უსმენ რა ვაფშე რაც არსებობს გონი დაჟე იუთუბერები ყველას რა ხო და ერთხელ უსმენ მაიკლ ბისპინგი საუბრობს რომ დღეს ქართველთან ვიყავიო ერთად რა ქართული ღვინო დავლიეთო ბისპინგს ხო უნდა რომ კინოს კარიერა გაკაჩოს რა ბოლომდე საკაიფო და რამე და ანუ წარმატება უნდა და სახიო ბიარი რა ხო ბისპინგი რა და ქართველი რო ახსენა ეგრევე ვიფიქრე რომ შენთან რაღაც ურთიერთობა ხო არა აქვს მეთქი რა ბისპინგთან როგორი ურთიერთობა გაქვს აი მაგ კინოში არის Atlas King ესეთი კინო არის გამოვა ძალიან მალე ივლისში იყო გადაღება მეც ვარ ამ კინოს ერთ-ერთი ამ კინოში მეც ვნახავთ ერთი ორ ადგილას სადაც გიგა კიქს ვასწავლი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს რომელიც უკვე მე ამ ბრძოლებში გამოიყენებს და მაიკლ ბისპინგს ვათამაშეთ უკვე ნიკას კინოში ნიკას კინო არის Atlas King-ი That's interesting. რა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები ისევე ყველაფერს ამთავრებ co-producer-ად towards the way მეც ვარ ნახავთ მაგასაც შენა ბისპინგთან დაგილევია როდესმე კი ამილევი იმდენი დალია რომ მეორე თვალიდანაც დაანახა ხო დაანახე აუ ძალიან მაგარი ო აი ნო დიდი მადლობა ერთი ორი მითხარით და უნდა გავიდე უკვე კი ძალიან ჯიგარი ხარ გიგა რა ძალიან ხო არ დაგვივიწყო უბრალოდ რა კიდე მოდი ხოლმე მოგბაზრობ პირიქ წას ლაპარაკობ ხო გითხარი მაშინ დიდი მადლობა რომ გამონახე ეს დრო ჩვენთვის
ჩვენ ბოროტად არ ვისარგებლეთ ჩემი კეთილგანწყობით და დროით. წარმატებები ძმაო, ოქტაგონშიც, ბიზნესშიც ყველგან აბსოლუტურად იმედია მალე მომიცემა საშუალება რომ პირადად გაგიცნო, შენ დარბაზას იმედია მოვინახულებ და რა ვიცი, ღმერთი გპარავდეს შენს და მთელ შენს ოჯახს და შენი კარიერა სულ მაღლა Knockout cancer, let's go. გიგა, შენთან ავარ ძმა. შენთან სულ. ვალოთ, მაგრად აბა, დროებით. გიგა, მადლობა. აბა მაგარად. ეს იყო გიგა ჭიკაძე, UFC-ს ერთ-ერთი top featherweight-ი. საკმაოდ დიდი დრო დაგვითმო გიგამ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მგონი. ყველაფერს შევეხეთ ცოტა ბრძოლას, ცხოვრებას, ოჯახს, წარსულს, აწყოს, მომავალს და ესე შემდეგ. რა გიო, როგორი კმაყოფილი ხარ შენ? ვიცოდი რომ ეგრე გიყვარდი რა, ძმაო, დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის, რომ გიგას მოახერხე და კონტაქტში გახვედი და დღეს ყველა fight hopper-ი გაახარე, დარწმუნებული ვარ. ეპიზოდ 229 Fight Hop podcast-ი. We out. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod.